გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბარა. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასი. მონტერეი ლუქსი. ლიდერი ქართულ ბაზარზე. საიმედო ფარმაცია ყველასთვის. სახალხო აფთიაქი. გამარჯობა. თქვენს ინტერნეტ და რადიო ყუთებში გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოდიშვილისგან და მეონგრესების სამყარო ვასიკოდიშვილი გახლავთ. დღეს ბიძინაჩემს გადავყევი მარგველაშვილებთან რეზიდენციის დასათვალიერებლად. ხო და ისე დავიღალე, ისე რომ წავალ დავჭდები. ყველა ნაპოლეონს აქვს თავისი ვატერლოო და ყველა მარგველაშვილს თავისი ავლაბარი. სადაც თურმე ისეთი ფუფუნება, თავად ბიძინა ივანიშვილიც ნერწყვებს ყლაპავს. ყლაპ, ყლაპ, ყლაპ. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება პრეზიდენტის ფუფუნებისადმი მიდრეკილებასთან დაკავშირებით, მე ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს და პრეზიდენტი მზად არის უმასპინძლოს ბიძინა ივანიშვილს და 20-30-ის ანალიტიკოსებს საკუთარი საცხოვრებელი ფართების დეტალურად დასათვალიერებლად მე ყველა მედია საშუალების თანდასწრებით ნებისმიერ დროს ამავდროულად ცხადია შესაძლებელია დათვალიერებული იქნას ავლაბრის რეზიდენცია მიუხედავად იმისა რომ ეს არის პრეზიდენტის სამუშაო და არასაცხოვრებელი ადგილი პრეზიდენტი აქ არ ცხოვრობს. ეგრე რა ბიჭო, ეგრე რა აგაშენად ღმერთმა. პატარა მისლამოსლა იქორიეთ ერთმანეთში კაცო, გადაპატიჟება, გადმოპატიჟება. თან სტუმარი ხო ღვთისაა და ბიძინა მით უმეტეს. აუარეთ ერთი კაცო, დახედეთ როგორ არის, ოღონდ თუ ახვალთ მაინც თბილად ჩაიცვით, თორემ შეიძლება მალე გაზით ჩაუჭრან ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით. მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ეს მოწვევა ნამდვილად მისასალმებელია, ხო? თუმცა მგონია რომ ერთი რაღაც მაინც ვერ გათვალა მარგველაჩემ. aga ბიძინა ჩემა რომ ეგ სასახლე დაათვალიეროს, მე შეიძლება უფრო ხშირად მოუნდეს დათვალიერება. ხო და თანდათან უფრო უძლური გახდები მარგველაჩემ. ამიტომ ეხლა როცა ბიძინას მოიწევ, ჩამოხიე შპალერი, აყარე იატაკი, ბიაზი გაყიე და თუ მაინც და მაინც ეხლა ამასაც ფუფუნებად ჩაგიწვიან, იცი რა კე. როცა მოვა შენ სადმე დაიმალე და როცა ბიძინა ჩემი ზებნას დაგიწყებს, სათხარ გიორგიო შენ დაუძახე, აქ ვარ ბიძინაო. ხო და მაგ ადგილს დაერქვება ვარ ბიძინა. ხო და ამის მერე ან შენ აღარ მოგიდება მან დარჩენა, ან და ისა ბიძინას შენი გამოსახლება. გურჯაანში დაძაბულობა ნელ-ნელა განელდა. ანტიკორუფციულმა ლაშქარმა მიუხედავად მედგარი წინააღმდეგობისა, მაინც მოახერხა და გამოავლინა კორუფციული სქემა. ნაციონალურმა მოძრაობამ გურჯაანში ანტიკორუფციული მოკვლევის შედეგები გაასაჯაროვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მტკიცებით. ჟურნალისტებისთვის წარდგენილ მასალაში ლაპარაკია კორუფციული გარიგებების და ტენდერების პირობების დარღვევით გურჯაანის გამგეობაში და საკრებულოში ხელშეკრულებების გაფორმების ფაქტებზე. იორგაძემ გამგებლის მოადგილემ მეგობარს ვაჟა შალაშვილს დააფუძნებინა კომპანია და ერთბირთან მოლაპარაკების გზით მხოლოდ ერთ პროექტში გადაუხადა 90,671 ლარი. ნუაიმე, თქვენ შემოგევლეთ, თქვენ იხსენით საქართველოს კორუფციისგან. ხედავთ რამხელა მსხვერპლს ეწავიდნენ ამ ყველაფრისთვის უშიშარი ნაცები? არც კვერცხებს შეუშინდა და არც წიწილებს. და ეს ყველაფერი ამად ღირდა. რა უსერგო? გურჯაანში ჩასვლა რა თუნდაც ინტერნეტშიც ხო ნახავდნენ? გადამრევს ეს. აი აზზე არა ხარ, აზრზე კაც. ინტერნეტში კი ნახავდნენ, მაგრამ მე ინტერნეტი ესროდა კვერცხებს, ინტერნეტი ესროდა. ის ანეკდოტი მაინც არის, კაცო, ისა, მიხო გველეშაპს რო თავს აჭრის და გველეშაპი რო შეხედავს, რა გინდაო? და ეს რო ეუბნება წყალიო, ხო და დალია შეჩემისა, მე რა თავის მაჭრიო, ხო? აი ეგრეა ზუსტად აქაც. იმ გველეშაპისთვის რომ თავი არ მოეჭრათ, ხო არ გეცოდინებოდა ეხლა ეს ანეკდოტი. ხო და ახლაც ასე არის ნაცების შემთხვევაში. კვერცხები რომ არ ესროლათ, საერთოდ არ გეცოდინებოდა კორუფცია რომ ბაბანებდა გურჯაანში. ახლა კიდევ ნაცებმა ყველაფერი სააშკარაოზე გამოიტანეს, ხო? მაგრამ რა აზრი აქვს, კაცო? რამდენიც არ უნდა იყვიდონ არიქა მგელიო, ვიღა დაიჭერებს.
ატირებული ნაცი უყურებს გურჯაანის გამგეობის კორუმპირებული თანამშრომლების ფოტოებს და ჩივის. უსამართლო ეს ცხოვრება. რატო მეორე ნაცი ეკითხება? აბა სამართალი რო იყოს, მე აქ უნდა ვიყო და ეგენი მაგდაფაზეო. ბიძინა ამბობს მარგველაშვილი ფუფუნებაში ცხოვრობს. მაინც რა ფუფუნებაშიო? რა და თავის აივანზე რო გადმოდგება, ჩემს ზებრებსა და პინგვინებს ხედავს. შენა სერგო დამატებითი სამსახური მინდა და ვინმე ისეთ ბიძინას ხომ არ იცნობ, ვინმე ისეთ მთავრობას იცნობდეს, ვინმე ისეთ სამინისტროს კურირებს, მე რომ დამასაკმოს, არა, მე კი ვიცი ახლა ერთი ბიძინა, მაგრამ ის დიდი პოლიტიკიდან დიდ ბურჟუაზიაში გადავიდა უკვე. თან გაიხანია. ივანიშვილის კომპანიები თანამდებობის პირების სამჭედლო ამ სახელწოდებით არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებში მომუშავე პირები ან მათი ოჯახის წევრები საჯარო სამსახურის წამყვან თანამდებობებზე დაინიშნენ ან აირჩეს. როგორც კომპანიის კვლევაში წერია, მსგავსი ქმედება ამყარებს ვარაუდს ხელისუფლებაზე ივანიშვილის არაფორმალური გავლენების შესახებ. თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონაცემთა ბაზის თანახმად, სულ მცირე 38 თანამდებობის პირი წარსულში მუშაობდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ რომელიმე კომპანიაში, მათ შორის 6 პოლიტიკური თანამდებობის პირია. ევრიკა, აი თურმე სად ყოფილა დამარხული ზვიგენის ფარფლი. ვინმე ყოჩა გენჯოს, ყოჩა. ახლა მე პირადად მეტადრე მიწა გამისკდებოდა, ვიდრე იმას ვიფიქრებდი, რომ ბიძინა ჩემს რაიმე გავლენა აქვს თავრობაზე. გავლენა კი არა, საერთოდაც თუ იცნობდა მათ ვინმეს, ეგეც არ მეგონა კაცო და აი როგორ გაშიფრეს. მაგრამ ისე ალბათ ახლა ხელაღებით იმის თქმა, რომ ბიძინა ჩემის დასაქმებულია ეგ ხალხი, მაინც არ ივარგებს. ჯერეთი კაცო, 38 კაცია დასაქმებული, 41 ხო არა. 38 კაც კიდე ვინ დაასაქმებდა? გრეჩი ხა, სორია. მე მეორეც კაცო, ხა საქართველოს პატარა ქვეყანაა. ბიძინა ჩემს კიდევ დიდი ბიზნესები აქვს. ხო და ხდება ხოლმე ასეთი 38 დამთხევა ხანდახან. მაგრამ ახლა თქვენი ამბავი რო ვიცი, ოღონდ ვინმე აკრიტიკოთ რა. ბარემ ახლა ისიც მოაძახეთ პრემიეროვიჩიც შენთან მუშაობდა წლების განმავლობაში. შინაგან საქმეთა მინისტრის შენი დაცვის უფროსი იყო, კალაძეც შენი მეგობარი, ნოდარ ჯავახიშვილიც შენი ბანკის უფროსი და რა ვიცი კაცო, რას არ მოუგონეთ ამ პატიოსან კაც კიდე. არა და რა ქნას იმ კაცმაც მეტი, მთელი ქვეყანა დაასაკმა, თუ მთელ ქვეყანას დაასაკმა. მოკლედ როგორც არის გრამატიკულად. არა მართალია ახლა ინტერპოლმა უარი გვითხრა ადეიშვილის განმოცემაზე, მაგრამ ამით ყველაფერი არ დასრულებულა. საბედნიეროდ კიდევ მრავლად რჩება ადამიანი, რომლის განმოცემაზე ინტერპოლისგან უარი ჯერ არ მიგვიღია. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მისი წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე გრძელდება განხილვა და ჯერჯერობით ინტერპოლიდან ჩვენ პასუხი არ მიგვიღია. დედა, ვაშა, მეგობრებო, ვაშა, აი ეს არის ქართული პროკურატურის გამარჯვება. რას ქვია რა? რა და ის რომ აი ამდენი ხანია ინტერპოლისგან ნამაღლარის მოძებნას ვითხოვთ და ჯერ უარი არ უთქვამთ. აი რას ნიშნავს სწორად შემუშავებული უარის არ მიღების პოლიტიკა, რომელიც იმედია წარმატებით გაგრძელდება. ამისთვის წელებზე ფეხს იდგამს ჩვენი პროკურატურა და არაღიარების პოლიტიკის ახალ მეთოდებს ნერგავს. აი მაგალითად, პირველი ასეთი მეთოდი. წითელი ცირკულარით ძებნის მოთხოვნას ვწერთ ქართულ ენაზე და ვუგზავნით ინტერპოლს. მოთხოვნას ინტერპოლი ვერ თარგმნის და ურნაში აგდებს. მეორე მეთოდი. მოთხოვნას ვწერთ საერთაშორისო ენაზე და შეცდომით ვაგზავნით სხვა მისამართს. მესამე. მოთხოვნას ვწერთ საერთაშორისო ენაზე და ვაგზავნით სწორ მისამართზე, მაგრამ მოსყიდული ყავს ინტერპოლის თანამშრომელი, რომელიც წერილს წაკითხვისთანავე წვავს. და მეოთხე. მოსყიდული ყავს ჩვენივე პროკურატურის თანამშრომელი, რომელიც ინტერპოლიდან მიღებულ უარს წვავს, ან უკიდურეს შემთხვევაში უმალავს ირაკლი შოთაძეს. აი ასე მუშაობს ჩვენი პროკურატურა. ოთორემ ახლა ისე ადეიშვილს მისცეს ტოლვილის სტატუსი უნგრეთის და უკრაინის მეტი რომ არაფერი უნახავს და ახლა ნამაღლარს არ მიცემე. არ მიცემე კი არა და ყველგან ტოლვილის სტატუსსაც სიამოვნებით ჩაახუტებენ რამე რო იყოს. საქართველოს პროკურატურა საყვედურობს ინტერპოლს, მიშას არ ეძებ და ინტერპოლი კიდე პასუხობს, კი ვეძებ, პოულობთ კიდეც, უბრალოდ ვერ ვეწევით. მთავრობაში დასაქმებულ მავანჩინოსანს ეკითხებიან, შენც ბიძინა ივანიშვილის კადრი ხომ არ ხარ? და მავანჩინოსანი კიდევ პასუხობს, მოდი აბა ჩაგეკითხები, ბიძინას კადრი რომ ვიყო, ნახნახევარ კვადრატულ მეტროში ვიჯდებიო? ეს გახლავთ განაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.
გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია, დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბარა. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასი. მონტერეი ლუქსი, ლიდერი ქართულ ბაზარზე. საიმედო ფარმაცია ყველასთვის, სახალხო აფთიაქი.